სწრაფად მოусვი. უფრო სწრაფად არ შემიძლია, ხელები დამისი სხლიანდა. გაჩუმდი შეუქნარა. ორივე მოკეთეთ ახლა. შეხედეთ, რა სასახლის ნანგრევებია. დედოფალი უნდა ვინახულოთ. კარგი აზრია. ჯუჯა მთელი დილა აქ იყო. ნახევარი საათის წინ წავიდა. თავისი ნივთებიანად რაც ნავში ჰქონდა. როდის დაბრუნდება? აღარ დაბრუნდება. ეს საყვარელი ნავი ჩემს 4 თვალაში და ცხენში გამიცვალა. მე მგონი არაჩვეულებრივი მოლაპარაკებაა. საით წავიდა? თქვა რომ ტყე უნდა გაიაროს. თუ ვიჩქარებთ და ეწევით. კარგი აზრია, წავედით. მოიცადეთ, უფლისწულს რა მოუხერხოთ. ის თვითონ წავიდა, მარტო უნდა იყოს. მართალია გული მტკივა, მაგრამ მოდი ვიპოვოთ სარკე. ტონი, შენ თვითონ არ ამბობდი რომ ტვირთი იყო? ვიცი, მაგრამ მისმინე. იცით, ალბათ მიზეზი ჰქონდა, რისთვისაც გაიქცა. მას ეს სარკეს დაკარგავ. მამა. არა, მოიცადეთ. 15 წუთი მჭირდება. მამა. სანამ საჭმელს ელოდები, სცადე რომ ენაპირში გქონდეს. ვულგარულად მიიჩნევა ენის გარეთ გამოყოფა. ძალიან მშია. სად არის შემიძვალი? შენ გელოდება ძალიან გემრიელი საჭმელი. მაშინ მიიღებ, როცა ისწავლი. ჩანგლის და დანის ხმარებას. მანამდე კი იშიმშილებ. რაიმეს დალევას ხომ არ ინებებთ თქვენო ბრწყინვალება? თასის წყალს. არა, ჭიქით წყალს. უფლისწულები არასოდეს ვამენ წყალს თასიდან. ჭიქით წყალი გეთაყვა. კიდევ რამეს ხომ არ ინებებთ? კიდევ ჩემს სათამაშო ბურთს. არა, მაგიდასთან ბურთის თამაში არ შეიძლება. თქვენო ბრწყინვალებო, 3 ტროლი გიახლავთ. შენ ივარჯიშე ჩანგლისა და დანის ხმარებაში. მე კი 10 წუთში დაბრუნდები რომ შეგამოწმო. ჩანგალი? დანა. დარწმუნებული ვარ რომ აქ ვარ. აუცილებლად მე უნდა ვიყო. ჩემი თავის სუნს გძნობ. შენ, ეი, ეს მე ვარ. შენ? მე შენში ვარ. შენ კიდე ჩემში. მე? ეს მე ვარ. ეს შენ ხარ. დიახ. დიახ. კარგი ძაღლი ხარ. 4 ფეხზე გთხოვ? ახლა თუ შემეხები, ყველაფერი ძველებურად იქნება. მოდი შესულელო ძაღლო, ამოიწიე. ჯანდაბა, არ შემიძლია მოგწუდე. მოდი, ამოიწიე. არ გაინძრე. სად არის უფლისწული ვენდელი? კი, მაგრამ ვინ უფლისწული ვენდელი? მე თქვენ მის დასაჭერად გაგიშვით. ეთილშობილი დავალება ყველა ტროლისთვის. მას სად არის? თქვენ იდიოტებო. მე ჩემს სარკეს ველაპარაკე. უფლისწული ვენდელი ძალიან შორს არის. ახლა რივერტაუნშიც შეიძლება იყოს. რა იღბლიანები ვყოფილ ვართ? წადით და იპოვეთ. კიდევ ერთხელ ძაღლის გარეშე თუ დაბრუნდებით, გაიწულებთ ერთმანეთის გულების ჭამას. მაგრა გადავჭით რა. უფლისწულო. ენტონი, უფლისწულო, ჩემი თავი ვიპოვე. თხილად. თავი დაანებეთ. ეს ხომ მხოლოდ ძაღლია.
ლაჩრებო. ტონი, მამა, ტონი, ტონი. მამა, კიდევ კარგი რომ კარგად ხარ. უფლისწული იპოვე? კი, კარგად ხარ? მეტროლები დავამარცხე. როგორ? ეს კარგი ამბავია. ცუდი ამბავიც გაქვს ტონი? თქვენი აზრით ის მეთევზე მოგვატყუებდა? ცუდი ამბავი რა არის, მამა? ჩემი აზრით, მისი დანარჩენების განდაცილება გაგვიადვილდება. მონადირე. ვერ მეძებდით ქალბატონო. აქამდე ვერც მგელმა და ვერც ტროლებმა ვერ მოახერხეს ძაღლის დაჭერა. ვიღაცა ჩემს მოთმინებას ცდის. ისინი არაფერს ნიშნავენ ჩვენთან შედარებით. რატომ ვერ ვხედავ მათ ჩემს სარკეებში? ვიღაც ბუნდოვანს ხდის მათ. ისინი სადღაც ახლოს არიან. დინარეზე მიცურავდნენ და ახლა შენი დღე უნდა გაიარონ. მე ვიპოვი მათ. ვერაფერი გაექცევა მონადირეს. ჩემი ცხოვრების ყველა ნაწილში მე მივისწრაფი დიდი ბედნიერებისკენ და გრძნობების შევსებისკენ. ყოველ დღე უკეთესი კაცი ვხდები. მე ქალების მოთხოვნილებებს გულისყურით ვექცევი. ჩემს გრძნობებს უსმენ. და მე ვარ ჩემი თავი და მე სიმშვიდით ვარ ახსავსე. და მე ვაკონტროლებ ჩემს ყველა სურვილს და ასევე ვაკონტროლებ ჩემს ყველა გრძნობას და ტონი, შენ ჩვენს ბეკონს გააფუჭებ, დამწრისუნი მცემს. ბეკონი. თავს საშინელად ვგრძნობ. ერთი შეხედე. ოქროს თევზის ჩვეულებრივი ჯადოა. ეს უნდა გაგეთვალისწინებინა, ტონი. მე ის მოვყალი. სიტუაცია შეიძლება ყოველ წუთას შეიცვალოს. ამისთვის არ უნდა ინერვიულო. მართლა? შენ ხომ ამის თმა არ გინდოდა? შეშეფ რომ სწორედ ამის თმა მინდოდა. აი შეხედე უფლის წუთს და იმის მაგალითზე ისწავლე. აი ჯოხი. აბა მიდი. მიდი მოიტანე. ეს ასაცილო არ არის. ასე თუ გავაგზელებთ იქნება. ისევ აქ რატოს ხეთხართ? ხომ გითხარით ჩაალაგეთ მეთქი? სენდვიჩებს ვაკეთებთ. სარკე უფრო და უფრო გშორდება. მას თუ დავკარგავთ, სახლში ვეღარ დავბრუნდებით. ვიძინია რას ამბობს? საუზმეთ ხომ ბეკონი გვაქვს. მთელი დილა ასე არაფერი მაშფოთებს, როგორც ბეკონის სუნი. პატარა გოჭუნები თავისი პატარა ხვეული კუდებით. ბეკონი იწვება ტაფაზე. შენ მას ასუფთავებ. ტაფაზე დებ, ატრიალებ, გემოსუსინჯავ, გეჭავ, აკუცმაცებ, ყლაპავ, აბზრიალებ, წიწილასავით იჭერ და როგორ მშია. როცა დაასრულებთ, წავიდეთ. მოიცადე. ვირჯინია. ერთი წუთი დაიცადე. აბა მითხარი რას ხედავ? ხეს. არა. შენ ვერაფერს ხედავ. შეხედე ყველაფერს, რაც აქ ღამით მოხდა. მაინც რა ხდებოდა? ხედავ ამ მინდორს. კი? შუაღამისას აქ გაირბინა ციყმა. 2 საათის შემდეგ მისი კვალი აიღო დედამელიამ. მაგრამ ჩვენმა აქ ყოფნამ შეაშინა და ხეებში მიიმალა. ნახევარი საათის შემდეგ აქ სხვა მელია გამოჩნდა. მაგრამ ამჯერად ის მამრი იყო. ახალგაზრდა და გამბედავი და მგონი საუზმის გარეშე არ დარჩენილა, რადგან უკან არ დაბრუნებულა. და შენ თუ ამ ყველაფერს დააკვირდები, გონი რომ შეუმჩნეველი არ დაგჭება. აი შეხედე, აქ მიწა აყრილი, აქ ღრუტუნებდა პატარა გარეული ტახი. მიკუშ როგორ ვერ გაიღვიძე? აი აქ შენ წინ თხუნელამ თავისი გვირაბი გათხარა.
იქ კი ირმები ჩემთან ერთად კმებოდნენ მზის სამოსვლით. შენ კი ვერაფერი გაიგე? ხო, ეგ უკვე გითხარი. ხო, მაგრამ აუცილებლად ნახავ. კარგი, ახლა შეგვიძლია წავიდეთ. ტონი, მე საწყალი მოხუცი ქალი ვარ, მომეცით ცოტა საჭმელი. უკაცრავად ჩვენ უკვე შევჭამეთ 6-ვე სენდვიჩი. თქვენ ბატონო, მე მხოლოდ ქალმოქმედებას ვეძები ქალბატონო. თქვენ ახალგაზრდა ქალბატონო, მომეცით ცოტა საჭმელი გთხოვთ. აი, მოგცემთ რაც დამრჩა. ვირჯინია. რა მიამიტი ხარ? ხო, მიამიტი. რადგან ასე კეთილად მომეკეცი, ერთ გაკვეთილს ჩაგიტარებთ ყველას. აიღე ეს ჯოხი. გატეხე. ესეც გატეხე. სამივე შეაერთე და შეეცადე ერთად გატეხო. არ გამოდის. აი ეს არის ჩემი გაკვეთილი. კარგი გაკვეთილია. ეს მხოლოდ ერთი სენდვიჩის საფასურია. როცა მოსწავლეები მზად არიან სწავლისთვის, მასწავლებელიც მაშინ გამოჩნდება. თქვენ ჩემ სკოლაში არ გივლიათ. უკაცრავად ქალბატონო, ხომ არ შეგიმჩნევიათ ჯუჯა, რომელსაც 4 თვალა მიყავდა? კი, დღეს დილით. ის მთავარ გზაზე მიდიოდა, მაგრამ თქვენ ამ გზაზე არ უნდა გაიაროთ. მოიცადე. მაგრამ ეს ხომ ყველაზე უსაფრთხო გზა ამ დღეში. თქვენთვის არა, ვიღაც მოგყვებათ, მას თქვენი მოკლა უნდა. მოიცადე, ვის უნდა ჩვენი მოკლა? აქ არის კაცი, რომელიც ამ დღეს აკონტროლებს. მონადირე. გამიგია რომ ის დედოფალს ემსახურება. ის ალბათ ელოდება რომ ჩვენ თავარ გზაზე არ გავივლით და ტყეში შევალთ. რატომ? იმიტომ რომ მხოლოდ სულელი შევა გავუვალ ტყეში. ხო და არ შევიდეთ. კარგი, ამ წუთიდან მე გაგიძღვებით. თქვენ კი იქ დაადგით ფეხი, სადაც მე გეტყვით. მოიცადე. კვნესის ხმა თქვენს გაიგებთ თუ მომესმა? მეც მესმის კვნესა. თქვენ კიდევ ბევრ უცნაურ ხმას გაიგებთ, ეს ტყე ჯადოსნურია. ეს რა ადგილია? შენ მართლა იცი სად მივდივართ? მე ჩემს ინსტინქტებს მივყვები. ვინ არის ეს მონადირე? ვინც აქ გაივლის დაიხვრიტება მონადირის ბრძანებით.
თელი ღამე ხომ ვერ ვივლით? რა თქმა უნდა ვივლით. გესმით? ბოშები არიან. ახლა რა ვქნათ? რა თქმა უნდა შემოგვიერთდით. დრაკონიერები არიან. შეუძლიათ მოკლან. ყველაფერზე უარი თქვით. ყველაფერზე რასაც შემოგთავაზებენ. მაგრამ არაფერი არ ჭამოთ, სანამ მე არ გავსინჯავ. ბებიაშენის სახლში ვახშმობას მაგონებს. ეს საუკეთესო ზღარბია, რაც ამ კვირაში გავსინჯე. შენი დროა უცნობო. არა, რას ამბობთ? მე დაკვრა არ ვიცი. აშ გვიმღერე რამე. მომღერალიც არ ვარ. ტონი, იმღერე. ჩვენს მასპინძლებს არ აწყენინო. მე არასოდეს მიმღერია. ჩვენი სტუმართ მოყვარეობა ერთი სიმღერაც არ ღირს? არა, უბრალოდ არ. რა თქმა უნდა. Picked up a boy just south of Mobile, gave him a ride, filled him with a hot meal. I was 16, he was 21. Gypsies, tramps and thieves, we heard it from the people in the town. They called us gypsies, tramps and thieves. But every night the men would come around and lay their money down. Kochak, mama. ესენი ჯადოსნური ჩიტები არიან. მათი დაჭერა ძალიან ძნელია. ეს მხოლოდ ბოშებს შეუძლია. ჩვენ მსხვერპლი ვართ, თქვენ ხომ გესმით? ძალიან გთხოვთ. რა მოუვათ? ხრთებს მოატეხენ და მდიდარ ხალხს მიჰყიდიან. თქვენ ხომ ამას არ დაუშვებთ, ეს საშინელებაა. ზოგი ადამიანი ჭამს მათ, რადგან გონიათ, რომ ჯადოსნურ ძალას მიიღებენ. მაგრამ ეს ასე არ არის. მე 6 პატრაპარტი დამრჩა. ისინი უჩემო ჩიმშილისგან დაიხოცებიან. ეს საშინელებაა. გაგვათავისუფლე, გთხოვთ. ეს ნამდვილი ოქროა? არა, რას ამბობთ? უბრალოდ მოოქროვილია. ასეთი კიდევ ორი ვიყიდე გზაში. სუფრა გააწყვეთ. ხედავ დიდი სიმდიდრე მოგივიდა. მართალია. მაგრამ ის გვერდით ჩაივლის. ხო, ეს უკვე იყო. კი, მაგრამ მომავალზე რა სიტყვით? სულელი ვიპოვე. ეს რა კარტია? ეს სულელის მეგობარია. უტინო მასხარა. მათ მოსდევს გამოჩერჩეტებული და სოფლის მასხარა. მე გოგონას ვუმკითხავებ. არა, გმადლობთ.
შენ სავსე ხარ ბრაზით. შიგნით ძალიან ბევრს მალავ. შენი თმა მჭირდება. შენ დიდი მომავალი გელოდება, რაც დიდი ხნის განმავლობაში დარჩება ადამიანების მეხსიერებაში. მე უბრალო მიმტანი ვარ და არ მგონია რამე ჯილდო იყოს დაწესებული ამაზე. დედა შენს ვერ აპატიე შენი მიტოვება. როგორც უკვე გითხარით, არ მაინტერესებს მკითხაობა. სიყვარული და შეყვარებული, ქორწინება, ბავშვები, რამდენ ხანს მოუნდება ჩემი რჩეული რომ დამთანხმდეს და ასე შემდეგ. მე ვხედავ სიკვდილს. ახალგაზრდა გოგონა მკვდარი, ნაწილებად დაქუცმაცებული. არა. უფრო კარგად რომ ვთქვათ, სამ გოგოს და ორ ბიჭს ველოდები. ცეცხლს ვხედავ. შენ ამ ცეცხლში დაგწვავენ ძვირფასო. არა. შენ ის არ ხარ, რაც ჩანხარ. შენ მგელი ხარ. ისევე როგორც შენი შვილი. დღეს შეგიძლია აქ დარჩე. შენი მეგობრები უმჯობესია ერთად იყვნენ ამ საშიშ დღეში. კარგი. გამოგვიშვით, გთხოვთ, გამოგვიშვით. გთხოვთ, ძალიან გთხოვთ, გამოგვიშვით. გამოგვიშვით, გთხოვთ, გემოდარებთ, გამოგვიშვით. გამოგვიშვით, გთხოვთ, გამოგვიშვით. რაჭან დაბასაკეთებ. ეს გამომიშვით, გთხოვთ. რასაკეთებს? ვირჯინია. არ გინდა. წამოდი. წავედი, ჩქარა. დაედევნეთ. ჩქარა. ვირჯინია. დაიჭირეთ, არ გაუშვათ. აქეთ.
დაბრუნდით. გითხარით დაბრუნდით. არ მესმის. მოხუცმა დააბრუნა ისინი. იქნებ გაგვიმართლა. წამოდი წავიდეთ, რაც მალე გავალთ ამ ტყიდან უკეთესია. მომეხმარე უფლისწული ბორბლებზე შევსვათ. მოდი დავუმარხოთ. მე ყოველთვის შევძლებთ მისთვის დაბრუნებას. მის დატოვებას არ ვაპირებ, გაიგე? მე ჩავაგდე ასეთ დღეში და მე თვითონ უნდა დავეხმარო. ნეტავასე იოლად რატომ თანებდნენ? ასე ბოშები არ იქცევიან. გაიწელეთ, დაეხვიეთ, გაიზარდეთ, გაიშალეთ როგორც მდინარე, გაიზარდეთ სანამ არ დასუსტდება და ძალები არ გამოეცლება. აკვნესეთ, აყვირეთ და ატირეთ. სიკვდილი მოანატრეთ. ყველა ბრაკონიერი მოკვდება მონადირის ბრძანებით. ის აქ არის. ის აქ არის. აი იქ არის. რა? რატომ იყურებ? იცი, შენი თმა. გონი შეიცვალა. რა თქმა უნდა, გუშინ სალონში არ ვიყავი? არა, რაღაც ხანაელი გახდა. გაიზარდა. გაიზარდა? მართალია. ღმერთო. მართლა გაიზარდა. რა უცნაურია? რა ხდება? ბოშები. რა თქმა უნდა, მათ შენი თმა ჰქონდათ. ბოშებმა დაგწყევლეს. რას ნიშნავს დამწყევლეს? რა უნდა ვქნა? შეიკარი. გაჩერდი მწიწკნი. ბაბადიე, ასეთი ადვილი არ არის, ამდენი თმა გაქვს. კიდევ დიდხანს უნდა ვიაროთ? ნუ მეკითხები. სად მივდივართ? მოიცადე. ეს სიგიჟია, მეც ვეღარ ვივლი. სადმე უნდა გავჩერდეთ? შუაგულტყეში სად უნდა გავჩერდეთ? არ ვიცი. შეხედე. არის ვინმე სახლში? არა უშავს, აქ დიდი ხანია უკვე აღარ ამყოფილა. მოდით, ამას შეხედეთ. 1 2 3 4 5 6 7
თქვენც იმას ფიქრობთ, რასაც მე. ეს ფიფქიეს სახლია. მეთო ჩემო, ეს 7 ჯუჯის სახლია. აქამდე მოსასვლელი გზა დიდი ხანია დაიკარგა. რაპაცაცინას დაწოლებია. აქ ჩვენი ისტორიის დიდი ნაწილია. უფლისწული ისტუკანი კი თავისი ბებიის სახლში აღმოჩნდა. მაგარია. ცეცხლი არ უნდა დაანთო, ვიღაცა თუ მოგდევს. არ მაინტერესებს ძველი თმებით არ დავწვევი. ამ კითხვას არასოდეს ვიფიქრებდი თუ დავსვამდი. რა მოვიდა ფიფქიას მას შემდეგ, რაც უფლისწულს გახვაცოლად. ის გახდა დიდი დედოფალი. იმ 5 ქალიდან ერთ-ერთი, რომლებმაც ისტორია შეცვალეს. 5 ქალი? ფიფქია, კონკია, წითელქუდა, დიდი გრეთელი და მძინარე დედოფალი. მათ შექმნეს პირველი 5 სამეფო და ყველა მხარეს მშვიდობა დაამყარეს, მაგრამ ისინი უკვე დიდი ხანი აღარ არიან. ზოგი ამბობს, რომ კონკია ისევ ცოცხალია, მაგრამ ის ბოლოს 40 წლის წინ ნახეს. ის ახლა 200 წლის უნდა იყოს. სამუდამოდ ბედნიერების ხანა დიდი ხანია გაქრა. რას ელაპარაკებოდი იმ ბიჭს ბოშათა ბანაკში? ისეთი არაფერი, მგლების საქმეზე. მგლების საქმეები რა არის? არაფრის თქმა არ იყო საჭირო. მას არასდროს უნახავს სხვა მგელი და ეშინოდა. ძალიან ძნელია იყო ყველასგან განსხვავებული. დედა შენი სად არის? წარმოდგენაც არ მაქვს. 7-ის რომ ვიყავი მიგვატოვა. ძალიან ცუდია, როცა გტოვებენ ასეთ პატარას. ძალიან იშვიათად ვფიქრობ ხოლმე მასზე. ის ჩემი ცხოვრების ნაწილი არასდროს ყოფილა. რა მოხდა? უბრალოდ წავიდა. რა გიგვირს? ის ხომ მამა ჩემის ცოლი იყო. ისინი ძალიან განსხვავდებიან. ბებია ჩემიც კი, დედა ჩემი მას გავს. ძალიან სხვადასხვანაირები არიან. არ უნდა დაქორწინებულიყვნენ. ყოველ შემთხვევაში ეს დიდი ხნის წინ იყო. ახლა სად არის? წარმოდგენა არ მაქვს. არც მაღელვებს. არ გაინტერესებს? ახლა როგორია? მას შეეძლო დამკავშირებოდა, მაგრამ ეს არ გააკეთა. არა უშავს. მას არ ვჭირდები და არც მე დავხარჯავ ჩემს ენერგიას მასზე ფიქრში. რაო? უბრალოდ გამახალისებელი ბგერაა. ვცდილობ კომენტარი არ გავაკეთო, როგორც ჩემი წიგნები მასწავლიან. შენ ცხოვრებაში რაღაც არაჩვეულებრივი უნდა გააკეთო. ხო? რატომ? იმიტომ რომ არაჩვეულებრივი გული გაქვს. ეს უბრალოდ მოხდა ერთხელ. მერთო, შენ საიდანაც ხარ ასეთი რამეები არ ხდება? არა, რა თქმა უნდა. ჩვენ ან ცხოვრობდით ბედნიერად, ან რამე ჯადოს დახმარებით გვდებოდით. შენ არავის ენდობი? შენ არ გენდობი. კარგი. არ გეწყინოს, მაგრამ შენ ასე ვერავის შეიყვარებ. მერთა ჩემო. მერთა ჩემო. რა არის? ეს რა უბედურებაა? ყველგან არის.
ყველგან არის, რა უნდა ვქნა? რა უნდა ვქნა? ტონი კიბეებზე იზრდება. არაფერი არ გამოდის. ამას არაფერი ჭრის. გაზრდა რომ არ შეწყვიტოს. ალბათ მოვკვდები გრძელით მისგან. არა, რას ამბობ? არი ნერვიულა. შენ მე გადამარჩინე, ამიტომ მე შენ გეტყვი როგორ მოიჭრა თმა. თხო, ხეში ცხოვრობს ერთი მეტყევე, რომელსაც აქვს ჯადოსნური ნაჯახი. მას შეუძლია ყველაფრის გადაჭრა. ის მოგჭრის თმას და ცხელასაც გაანადგურებს. კარგი, წავიდე, სანამ კიდევ გაიზარდა. შეხედე, რა კარგი ვაშლია. ასაკეთებ, ტონი, არ შეჭამო. კი, მაგრამ რატო? გაიხსენე, სათხარ ფიფქიეს ხოხში. ხო? ხო და ეს ვაშლისხი ალბათ იმ ვაშლისგან აღმოცენდა, რომელმაც ფიფქია მოწამლა. ამ საგიჟეთში არის რამე უსაფრთხო. წამოდი, ბევრი საქმე გვაქვს. სარკეს უნდა დავეწიოთ. შენ თმა აიღე, მე ძაღლს წამოვიყვან. ხილად არ წამოედო. შენ რა დამცინი? სხვათა შორის მე არ დამიწყევლი ხარ. შეჩერდით. რაღაცის უნიმცემს. დარწმუნებული ვარ, მონადირია და ძალიან ახლოს არის. იცი რას გეტყვი? მე უფრო სწრაფად ვერ დავდივარ. ვირჯინია, ეს კაცი საშიშია. კარგი, რა უნდა ვქნათ? მე თქვენ დაგმალავთ. მართალია კარგი მონადირია, მაგრამ ის მიხვება ნაკვალებს. მას არ შეუძლია სუნით იპოვოს რამე. გავიყოლებ, წრეზე ვატარებ და დილით დავბრუნდები. გასაგებია? კარგი. უფლის წულით დავიწყოთ. კარგად ხარ? კარგი, არის უთქო. არის უთქო, სანამ არ დავბრუნდები. კარგი, წავედი. ვირჯინია, ჩქარა გამოიქეცი. მომყევი. ვირჯინია, ჩქარა. ვირჯინია, მომყევი. ვირჯინია. გაჩერდი მტკივა. გამიშვი. ახლავე გამიშვი. რა მოხდა? მას ვირჯინია ხავს. არა. დიახ.
მას ვეღარასოდეს ვეღარ ვნახავ და ეს ჩემი ბრალია. ყველაფერი ჩემი ბრალია. შველეთ მეორე ნაწილის დასასრული. ფილმი გახმოვანებულია ივერია ინტერმედიას მიერ.